ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი კვანტურ სენსორებზე მუშაობს, რომელიც გარემოს მდგომარეობის დიდი სიზუსტით შეფასების საშუალებას იძლევა. მუშაობთ სენსორების სისტემაზე, რომელიც ერთი მეორესთან დაკავშირებულია და აეროზოლების ქიმიური შემადგენლობის ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ასევე წყალსატევებში წყლის ხარისხის, იმის შესახებ თუ რა ხდება ოკეანეში და უმთავრესია, რომ რაიმე დიდი პრობლემის შესახებ საკმაოდ ადრე შეუძლია სიგნალის მოწოდება. ამგვარად შეგვეძლება პრობლემის შეჩერება ან შედეგების კორექტირება. კვანტური სენსორი კვანტური მექანიკის პრინციპებს ეყრდნობა, რომელიც ფიზიკური სისტემების თვისებისა და ქცევის გათვლის საშუალებას იძლევა. ჩვეულებრივ მოლეკულების და ატომების დონეზე. მეცნიერი სერჯიო კარბახო ლაბორატორიაში გვიჩვენებს 2 ზუსტი ლაზერის სხივი ან 2 ნაწილაკის ქიმი მოლეკულას ანათებს, რითაც მისი კვანტური მახასიათებლების ამოკითხვის საშუალება გვაქვს. ყოველი მოლეკულისთვის ეს მახასიათებლები განუმეორებელი თითის ანაბეჭდის მსგავსია. ეს ინფორმაცია აზომვის ადგილიდან საერთო სისტემაში იგზავნება, რომლის ანალიზი ძალიან ზუსტი სურათის მიღების საშუალებას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა ხდება გარემოში. სენსორებში დიდი ადგილი უკავია ეგრეთ წოდებულ კვანტულ ახლართულობას. ეს არის მოვლენა, რა დროსაც 2 ან მეტი რაოდენობის ნაწილაკის კვანტური მდგომარეობა დაშორებულადაც კი ურთიერთდამოკიდებული აღმოჩნდება. როდესაც ასეთი სენსორების ქსელი გვაქვს, ფოტონის მისტიური კვანტური ეფექტი ჩნდება, როდესაც ერთმა ფოტონმა სხვა ფოტონის არსებობის შესახებ იცის. თუ სენსორებს რაიმე დიდ გეოგრაფიულ სივრცეში განვათავსებთ, ერთ ადგილას შევძლებთ გავზომოთ ის, რაც მისგან ასეულობით კილომეტრის დაშორებით ხდება. მაგალითად, ახლახან მომხდარი ნიუ-იორკის დაკვამლიანების შემთხვევაში ჩვეულებრივი სენსორი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ დაბინძურებულ ჰაერთან აქვს კონტაქტი. კვანტური სენსორით შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რომელ რაიონებში და რამდენად დიდი ხანი იქნება კვამლი, ან რა დამაბინძურებელი დარჩება ჰაერში უფრო დიდი ხანი. კვანტური სენსორით თავად ტყის ხანძრის გაჩენის პროგნოზირება იქნება შესაძლებელი. კვანტურ სენსორს ზემაღალი მგრძნობელობით ძალიან ვრცელი გამოყენება შეიძლება გააჩნდეს. შეგვიძლია მაგნიტური ველის ცვლილების გაზომვა, მაგალითად იმ ადგილებში, სადაც მიწისძვრის ალბათობაა. ამგვარად მის წინასწარმეტყველებას შევძლებთ, რაც კალიფორნიისთვის ძალიან აქტუალურია. ან განახლებადი ენერგიის დარგში კვანტური ნედლეულის გამოყენება ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მაგალითად აკუმულატორების შექმნისას. მეცნიერი ამბობს, რომ მომდევნო 10 წელიწადში კვანტური სენსორი ჩვენს ცხოვრებას შეცვლის.